7 პლანეტის წარმომადგენელთა გზავნილი 17 აგვისტო 2015 წელი. მოგესალმებით დედამიწელებო, ჩვენო გალაქტიკურო ძმებო. ჩვენ გსურს მოგიყვეთ იმის შესახებ თუ ვინ ვართ. ადრე ჩვენ წარმოგიდგინეთ საკუთარი თავი როგორც 7 პლანეტის წარმომადგენლები. თქვენ ალბათ გაუცდით თუ რატომ არ დავასახელეთ ამ პლანეტების სახელები. საქმე ისაა, რომ მათი სახელწოდება თქვენ არაფერს არ გეტყვით, რადგანაც ეს პლანეტები თქვენი ობსერვატორიების თვალსაზრისით არ ესწდება. ისინი იმყოფებიან ერთგვარ პარალელურ სამყაროებში, რომლებიც ჯერჯერობით თქვენთვის ხელმიუწვდომელია. ის ამოუცნობი ობიექტები, რომლებსაც ხედავენ ადამიანები თქვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეებში, არის ჩვენის გადაადგილების საშუალებები. ჩვენი ცივილიზაციები ბევრად განსხვავდება თქვენისგან, რადგანაც ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენ ბევრად წინ ვართ. იგივე ეხება ჩვენი არსებობის სულიერ მხარესაც. ჩვენ უკვე დიდი ხანია რაც გამოვიდით მესამე განზომილებიდან, რომელშიც თქვენ სახლობთ, ამიტომაც ჩვენ საზოგადოებაში თქვენ არ შეგხვდებათ სიძულვილი, აგრესია, მტრობა და გაუგებრობა. ჩვენ ვცხოვრობთ გარკვეული მორალური კოდექსით, რომელიც მოიცავს როგორც საზოგადოებრივ, ასევე მორალურ კანონებს. ჩვენი საზოგადოების მთავარი კანონი არის არ დააზიანო. საუბარი ეხება როგორც სახელმწიფო ინტერესებს, ასევე ჩვენი პლანეტების ყოველი მაცხოვრებლის ინტერესებსაც. ხოლო რადგანაც ჩვენ უკვე დიდი ხანია რაც გავწვდით დუალურ ჩარჩოებს, ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება ჩვენთან. რატომ გეუბნებით ჩვენ ამას? საქმე ისაა, რომ ჩვენ ოდესღაც ცხოვრობდით დუალურ სამყაროში, ამიტომაც ვიცით როგორი რთულია გარდაქმნათ საკუთარი ცნობიერება და გადახვიდეთ ახალ დონეზე. ჩვენ ხედავთ, რომ იმეორებთ ჩვენს გზას და თუ როგორ გიჭირთ ამის გაკეთება. ჩვენ ასევე ხედავთ, რომ თქვენი სამყარო კატასტროფის წინაშე დგას, რომლისკენაც მიყევხართ დამნაშავე პოლიტიკოსებს, რომლებსაც მართავენ გარეგანი ძალები. ცდილოვანი მთავრობის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ თქვენი პლანეტის განადგურება. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც სურს თქვენი დახმარება, ვინც მიისწრაფის გულწრფელი მეგობრული თანამშრომლობისკენ თავიანთ მიწიერდებთან და ძმებთან, ვისაც სურთ დაეხმარების ხელის გამოწოდება და იმ გზის მითითება, რომელიც მიდის აყვავებისაკენ და თქვენ პლანეტასთან ერთად ამაღლებისაკენ, რომელიც შეუჩერებლად მიემართება მეხუთე განზომილებისკენ. ის ამთავრებს თავის მიწიერ ციკლს და გადადის განვითარების ახალ საფეხურზე. პლანეტის ყველა მაცხოვრებელს არ შეუძლია მას ფეხი რო აუწყოს და გადავიდეს იმ ვიბრაციულ დონეზე, რომელიც ნებამს მისცემდა მათ, რომ შემოქმედის მიერ შექმნილ ახალ სივრცეში გადასულიყვნენ. მხოლოდ კაცობრიობის ელიტას, რომელმაც მიაღწია მაღალ სულიერ დონეს, შეუძლია მას რომ გაჰყვეს. დანარჩენებისთვის მომზადებულია სხვადასხვა ბედი და სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილი. ჩვენ მოვედით თქვენთან, რათა დაგეხმაროთ ორივე კატეგორიას, მათ, ვისაც ელოდებათ ამაღლება საკუთარ პლანეტასთან ერთად, ჩვენ მიუთითებთ გზაზე, რომელიც დაეხმარება ამაღლებაში. ჩვენ მოუყვებით მათ საკუთარ გამოცდილების შესახებ და გაუზიარებთ საიდუმლოებებს, რომლებიც ასეთი ფასეულია ამ საკმაოდ სერიოზულ სიტუაციაში. იმათ, ვინც არ არიან მზად ახალ დედამიწაზე ახალი ცხოვრების დასაწყებად, ჩვენ შეუმსუბუქებთ ახალ საცხოვრებელ ადგილში გადასვლა, სადაც ისინი გაევლიან თავიანთ გაკვეთილებს და დაიბადებიან ისევ და ისევ, რათა მიაღწიონ იმ სულიერ დონეს, რომლითაც შეძლებენ ზედა სამყაროებში გადასვლას. იმედითა და მღელვარებით ველოდებით ჩვენი ძების თანხმობა შეხვედრისა და გაცნობის შესახებ. ჩვენი ხომალდები დიდი ხანია რაც მზადაა და მხოლოდ იმის შიში, რომ ჩვენმა გამოჩენამ შეიძლება გამოიწვიოს პანიკა და შიში, გვაკავებს იმისგან, რომ გამოჩნდეთ თქვენი ქალაქების წასზე და გარწმუნოთ ჩვენს არსებობაში. როდესაც მოგცემთ იმის თანხმობას, რომ გამოჩნდეთ მატერიალურად, ჩვენ სიამოვნებით გავაკეთებთ ამას და შემოვალთ თქვენთან კონტაქტზე. მით უმეტეს, რომ უკვე გამოვნახეთ ადამიანი, ვისაც შეუძლია ჩვენთან ტელეპათიურად საუბარი. მოუთმენად ველოდებით თქვენს გადაწყვეტილებას ძვირფასო დედამიწელებო. 7 გაერთიანებული პლანეტის წარმომადგენლები საუბრობდნენ თქვენთან. სავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამნერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.